დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა თქვენგანმა არ იცის თუ რა საიდუმლოებას ინახავს მაცხოვრის ფრესკა სვეტიცხოვლის ტაძარში. წავედით, წინ დიდი საიდუმლოებები გველის. ამ ისტორიას გვიყვება მე-12 საუკუნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერიძე თავის ცნობილ თხზულებაში საკითხავი სვეტისაცხოველისაი. ერთ დილას სვეტიცხოვლის კარზე კაკუნი გაისმა, როდესაც სამღვდელოებამ კარი გააღო, მათ წინ ცხენზე ამხედრებული დავით აღმაშენებელი იდგა. ყველას გაუკვირდა, რადგან მეფე წინადღითაც აქ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დავითი ღვთისმოსაობით, ლოცვის სიყვარულითა და ღვთისმსახურებით გამოირჩეოდა, მის გულშიც გაჩენილიყო ეჭვი. რაი უწყი თუ რაი არს, კონგსა ამასა შინა, ანუ რაი სათაყვანს ვცემთ, ანუ რა ვიცით, სინამდვილეში რა არის ამ კონქის ქვეშ და რას ვცემთ თაყვანს. ავტორის თქმით, დავითს გარკვეული ეჭვი ჰქონდა, მართლაც ეცხადებოდა თუ არა ძველი დღეთა მორწმუნეებს და ნამდვილად იყო თუ არა მაცხოვრის კვართი სვეტიცხოვლის სვეტის ქვეშ დაბრძანებული. მაგრამ სწორედ იმ ღამით მეფეს საოცარი ხილვა ჰქონდა. დავითს გამოეცხადა ძველი დღეთა. ღამესა მირულებულსა ეჩვენა ესე სახედ ვითარცა, ამას სვეტისა ზედაზე თავსამჯდომარე იყო მოხუცებული ვინმე სახედ ძველისა დღეთაისა და ბრწყინვალებისგან ნათლისა მის, რომელ შანთნი ცეცხლისანი ჰკრთებოდეს ელვის სახედ, თვალნი კაცობრივნი ვერ შემძლებელი იყვნენ, განცდად პირისა მისა ყოვლადვე. გულაბერიძე გვიყვება, რომ მეფე შეძრწუნებული შეჰყურებდა ამ ხილვას, როდესაც ზეციდან ხმა მოესმა. დავით, არა უწყია თუ ვინა ვარ აქა შინა, რომელსა ესე მხედავ და ესე უწყოდ შენ და ყოველთა, რამე თუ რომელსა აქუნდე სასოებაი ჩემ და მომართ, მტკიცე, არაოდეს სირცხვილეულ იქმნეს და ნუ ურწმუნოებ ჩემ და მომართ ყოვლადვე, რამე თუ რომელნი ურწმუნოებდნენ, მიიღონ თავისათვის სასჯელი. გაეღვიძა შეშინებულ მეფეს, ცისკრის ლოცვამდე მიადგა სვეტიცხოველს. იმ დროს იოანე კათალიკოსი და ბერები ცისკრის მსახურებისთვის ემზადებოდნენ. გაუკვირდათ მეფის ასეთი მოულოდნელი და უთენია გამოჩენა. დავითი ტაძარში შევიდა და სვეტიცხოვლის წინ დაემხო. როგორც გულაბერიძე წერს, მოვიდა უკვე დავით მეფე წინაშე სვეტისაცხოველისა. დავრდომელი პირსაზე და თვისსა ცრემლით იატაკსა დაალტობდა და ითხოვდა მხურვალეთ შენდობასა, პირველთა ცთომათათვის და ურწმუნოებისა. ლოცვის დასრულების შემდეგ იოანე კათალიკოსმა მეფეს ჰკითხა, რა იხილა? დავითმა თავისი ხილვა მოუთხრო, ამის შემდეგ კი როგორც წყარო გვაუწყებს. მეფე პატრიარქისა თანა და ყოველი ერი ერთობით ადიდებდეს ღმერთსა და სვეტსაცხოველსა. ყველაზე საინტერესო აქ იწყება. თუ გაინტერესებს, როგორ უკავშირდება მაცხოვრის ფრესკა ამ ამბავს, მაშინ არ დაგავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა და დაელოდე მეორე